სოფელს ეძღვნება მთლიანი გადაცემა, ზოგჯერ მთელ მუნიციპალიტეტს უძღვით ხოლმე, ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, მიზეზი არის ის, რომ ეს სოფელი იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენების, მონაწილე, ეპიცენტრში მყოფი და გარდა ამისა, ამ სოფელთან დაკავშირებით არსებობს უამრავი წყარო, მე თან მაქვს წიგნი ეკატერინე ანთიას ჭკადუაში, ჩინებულთა კერა და მიურათა ნავსაყუდელი და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ძალიან საოცარი კვლევა ამ ერთი სოფლის შესახებ და მინდა ამ წიგნის ავტორს ეკატერინე ანთიას პირადად გადაუხადო ასეთი ნაშრომისთვის, ასეთი თანმიმდევრული კვლევისთვის, დოკუმენტურად დასაბუთებული მასალებისთვის. ძალიან დიდი მადლობა და გარდა ამისა, მადლობა ეკუთვნით ადამიანებს, ვინც დააფინანსა. თავარია ხა მარტო მონდომება არ არის საკმარისი, ფინანსებია მნიშვნელოვანი და ამ სოფლის ცხოვრებლები, ყუფუნიების ოჯახი, რომელთა სახელთანაც ბევრი არაერთი კარგი საქმეა დაკავშირებული და მე მინდა წარმატება უსურვო მათ. და მადლობითაც ასევე მინდა აჩო გადაუხადო მადლობა ძირძველ ჭკადუაშოს ნამდვილ მემატიანეს ჭკადუაშის ქალბატონ ნელი ჯაიანს, რომელმაც გადმომცა ეს წიგნი, ეს არის ლიმიტირებული და ძალიან დამეხმარა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებაში. ეხლა რაც შეეხება ჭკადუაშს, ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, თან თქვენ ნამყოფი ხართ ამ სოფელში. ალბათ მიურატებში, ხო? შამიც მქონია გამართული. ანუ რა საინტერესოა, ძალიან სასიამოვნოა, მაშინ ნაცნობ ადგილებს შევეხებით. და ეს არის მაღალი მთის ზონა, ერთ-ერთი ლანდშაფტით, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი სოფელია, ძალიან საინტერესო ეტიმოლოგიით. ჭკადუ მეგრულ ენაზე ნიშნავს მჭედელს, ჭკადუა ეს არის პროცესი, აი ამ მჭედვის პროცესი და ვინაიდან სოფელი ყოფილა დასახლებული აი ამ მჭედლებით მე მაინც ეტიმოლოგია ცოტა რთული თემაა, ვერსიას ვაჟღერებ, მაგრამ ერთ-ერთი სანდო ვერსიაა მჭედლებით, ამიტომაც აი ამ მჭედელთა სამოსახლოს დაერქვა სახელად, აი ხელობის აღნიშნული სახელი ჭკადუაში. რაც შეეხება აი ბუნებრივ რესურსებს, რაც შეეხება თვითონ ჭკადუას, ანა ბუნებრივ რესურსებზე გადავალ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ცნობილი და გავრცელებული გვარია სამეგრელოსა და სვანეთში. ჭკადუა, თვითონ გვარი. სვანებს რაც შეეხება აი ჭკადუაშთან, სვანებს ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ, იმიტომ რომ 1957 წელს ქლუხორიდან მოხდა სვანური ოჯახების ჩამოსახლება. ქლუხორი ეს არის ზემო სვანეთის მოსაზღვრე ტერიტორია, ოღონდ ეს არის კავკასიონის უკვე ჩრდილოეთ ქედზე. ხშირად საუბრობთ ჩვენ აი თუშეთის შემთხვევაში პირიქითა თუშეთი, პირიქითა ხევსურეთი. ეს ქლუხორის ტერიტორიაც აი როგორც პირიქითა სვანეთი ისე იყო, სადაც ოდიდგანვე სახლობდნენ სვანები, დღეს ეს არის ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორია. აი ამ ყარაჩაელებთან ერთად მოსახლეობდნენ და 1954 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ყარაჩაელები გაასახლა ქლუხორიდან, ხოლო სვანები დატოვა ამ ტერიტორიაზე, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით 1957 წელს მოხდა აი ამ ყარაჩაელების რეაბილიტაცია, მაგრამ ისინი დააბრუნეს ქლუხორში, მაგრამ მოხდა სვანების გადასახლება და ჭკადუაში ჩაასახლეს დიდი ნაწილი, მაგალითად არიან გვარები, როგორიც არის აი გიგანები, გულბანები, გუჯეჯიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჭკადუაში და ჭკადუაშელებმა როგორც ერთი ოჯახი ისე მიიღეს სვანები და მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ეხლა რაც შეეხება ჭკადუაშს, აუცილებლად გეწოდინებათ, რომ დაკავშირებულია სამეგრელოს სამთავრო ბატონიშვილებთან, დადიანებთან. დადიანებს ჰქონდათ რეზიდენციები, დასასვენებელი, საზაფხულო რეზიდენციები, სამუშაო რეზიდენციები სოფელ ჭკადუაში და ეხლა პირველ დადიანებზე და მათ ისტორიას რა თქმა უნდა ვერ მოვყვები, ეს ძალიან დიდ დროს მოიტანს და დაწვრილებითი ინფორმაცია არის, დოკუმენტური მასალით ამ წიგნში, რაც ჩემთვის იყო უაღრესად საინტერესო და გარდა ამისა, აი ამ დადიანების, აი ამ სამოსახლოს უკავშირდება რევოლუციური კერა ჭკადუაში, აი პირველი უნიკალური სასახლე, რომელიც გიორგი დადიანის მიერ იყო აშენებული, აი ამ რუსული რეჟიმის მიერ არის აფეთქებული, იმიტომ რომ იქ რევოლუციონერები აფარებდნენ თავს და
შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან ამბებთან არის ეს დაკავშირებული. გრევა, რა თქმა უნდა. და შემდგომში სასახლე უკავშირდება უკვე ფრანგებს, ანუ ჩვენი მეგრელების ფრანგი სიძის აშილ მიურატის გამო, რასაც მოგვიანებით გეტყვით. ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო ჩემთვის, რომ მიურატებმა სამეგრელოში საუკეთესო საცხოვრებელი ადგილის შესაფასებლად საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს კლიმატის შემსწავლელი ჯგუფი, ეგრეთ წოდებული კლიმატოლოგები, რომლებმაც სოფელი ჭკადუაშს უყოყმანოდ დაუჭირეს მხარი, როგორც აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლიმატური პირობების მქონე დასახლებულ რეგიონს და დღემდე სოფელი ითვლება ბალნეოკლიმატური პროფილის პერსპექტიულ საკურორტო ადგილად. უბრალოდ ამისთვის საჭიროა ფინანსები და რაღაცა კეთილი ნება, რომ ამ ადგილს მართლაც მიენიჭოს ეს მნიშვნელობა. და სხვათა შორის სწორედ აი ამ უნიკალური ლანდშაფტის გამო საბჭოთა პერიოდში ჭკადუაში იყო პიონერთა ბანაკი, სადაც აი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ მოსწავლეები და შემდეგ უკვე აი აფხაზეთიდან დევნილების დიდი ნაკადი მოვაწყდა კი იცით სამეგრელოს და აი ეს გახდა ამ დევნილების სამოსახლო ადგილი, აი ამ სადაც ადრე იყო ბანაკი. ეხლა ბუნებრივ ლანდშაფტს რაც შეეხება ასეთი თავისი უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი დარგი იყო განვითარებული, მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ეს იყო მეაბრეშუმეობა. აი აბრეშუმის წარმოება ჯერ კიდევ დავით დადიანის ინიციატივა იყო, რომ სამეგრელო ყოფილიყო ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი აი აბრეშუმის წარმოებისთვის და მან საფრანგეთიდან ჩამოიყვანა სპეციალისტები, დარგი სპეციალისტები, მუშები და მათ ზუგდიდში გააკეთეს აბრეშუმ სახვევი, ქარხანა, სადაც იყვნენ დასაქმებულები ფრანგები და იონა მეუნარგიას აქვს ესეთი საინტერესო მოგონება, რომ ეკატერინე ჭავჭავაძეს დასჭირდა დარწმუნება მეგრელი ოჯახების იმაში, რომ თუ ქალები იმუშავებდნენ ქარხანაში, ამით მათ პატიოსნებას ჩრდილი არ მიადგებოდა. ასეთი საინტერესო ამბავია. შემდეგი აი გარდა სხვათა შორის მეაბრეშუმეობას რაც შეეხება ჭკადუაში იყო უბნები, არის უბნები, სადაც მეაბრეშუმეობა იყო განსაკუთრებით განვითარებული. მაგალითად ესეთი უბნებია სანაჭყებიოს უბანი, სადაც აი ნაჭყებიების გვარია დასახლებული, საჯინჯოლაოს უბანი, ასევე არის საგაბისონიო, საანთიოს უბნები, სადაც აი წარმოებული აბრეშუმი არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კავკასიის მასშტაბით, თურქეთში, მაშინდელ ოსმალეთში იყიდებოდა და მეგრული აბრეშუმის ქსოვილი, ასე ვთქვათ, აი კავკასიაში წარმოებულ ქსოვილებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა ყოველთვის. სხვათა შორის აი რაც შეეხება აი დარგებს, თუნდაც აი აგრო მიმართულებას, ჭკადუაში მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული რესპუბლიკის მასშტაბით დამსახურებულ აგრონომებთან და მე ვიყავი ჭკადუაში, როგორც მოგეხსენებათ და მე ცალკეული ადამიანების ისტორია ჩემთვის არის განსაკუთრებით საინტერესო და შვილიშვილმა მომიყვა ერთი რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომის, აი ძალიან შთამბეჭდავი ისტორია. ეს პიროვნება არის თეოფანე ნაჭყებია. ესეთი ფოტოც ვთხოვე, აჩვენებენ აუცილებლად ამ ფოტოს. და ეს პიროვნება აი იმდენად ესეთი კვალიფიციური აგრონომი იყო, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში არ არის ადგილი, სადაც მას გამწვანებაში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და ერთ-ერთი ტერიტორია იყო აბაშა, აი აბაშის ცენტრში ჩვენ რასაც ხედავთ, აი ჭადრის ხეები, ეს არის თეოფანე ნაჭყებიას ინიციატივით და ხელმძღვანელობით აშენებული და აი ამ გამწვანების დროს ეტლით ჩაუვლია კონსტანტინე გამსახურდიას, რომელსაც თან ახლდა 5-6 წლის ზვიად გამსახურდია და კონსტანტინემ რა თქმა უნდა ბატონ თეოფანეს და ეგ ჯგუფს გადაუხადა მადლობა ესეთი გამწვანებისთვის ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის და თვითონ აი ამ თეოფანე ნაჭყებიას მოგონებებიდან ჩანს რომ ისე ვერ ისვენებდაო ეს ზვიადიო ერთ ადგილასო და ასეთი კითხეო რომ ჩვენო ბიძიკო რა გინდაო რომ გამოხვიდაო რომ გაიზრდებიო და უცებ მითხრაო საქართველოს პრეზიდენტიო ანუ იმ პერიოდში როცა აი იდეა კი არა დამოუკიდებელ საქართველოზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო
ზვიად გამსახურდიას ქონია ესეთი თავისუფალი სახელმწიფოს იდეა და მის პრეზიდენტად წარმოედგინა თავი და სამწუხაროდ ბატონი თეოფანი ვერ მოესწრო ხა ზვიადის გაპრეზიდენტებას და კიდევ კარგი ვერ მოესწრო შემდგომში განვითარებულ მოვლენების განვითარებას. ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ეს ისტორია და გვარებს რაც შეეხება ძალიან საინტერესოა ის რომ 1860 წლის მოსახლეობის აღრიცხვის შედეგებს თუ დავაყრდნობით მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა ჭკადუაში 81 სხვადასხვა გვარის ადამიანი და ყველაზე პირველ მოსახლე გვარად ჭკადუაში ითვლება ანთიები და სხვათა შორის ივანე ჯავახიშვილს აქვს კვლევა ამ გვართან დაკავშირებით მაგალითად მას ეს გვარი ქართველთა ღვთაების ანთარს უკავშირებს ამ ქართველთა ღვთაებას ამ გვარის წარმომავლობას ეს ძალიან დიდი ისტორია არის ადრეულ დოკუმენტურ წყაროებში არის მოცემული ეს გვარი კიდევ ძირძველ გვარად ასევე ითვლება გულორდავები ეს წარმომაი გური ორდა ესე იგი რაღაცა ძალიან ძვირფასთან არის დაკავშირებული ასევე მრავალრიცხოვანი გვარია ნაჭყებიები რომლებიც არიან მარტვილიდან სოფელ კურზუდან ჩამოგადმოსულები ჭკადუაში საცხოვრებლად და ეს ერთ-ერთი ბევრი ცნობილი ადამიანია ნაჭყებიებიდან და ერთ-ერთი აი დამსახურებული ნაჭყებია რომელსაც აი ყველა ემადლიერება თელ ჭკადუაში ეს არის ბატონის საურნაჭყებია რომელიც 3 ათეული წელი იყო სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე სხვათა შორის იყო სკოლის დირექტორი და მოამაგე რა თქმა უნდა იმ სოფლის და მე ძალიან მიხარია რომ აი კონკრეტული სახელებით მიწევს სამ ადამიანების დასახელება. ეხლა რა ვნახოთ ჭკადუაში ცენტრში აუცილებლად აჩვენ ნახავდი სკოლასთან, ეკლესიასთან და სხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად ბიუსტს რომელიც ეკუთვნის ბატონ აკაკი გედენიძეს 25 წელი უწყვეტად ხელმძღვანელობდა ჭკადუაში სკოლმეურნეობას როგორც მითხრეს და იქ ალბათონმა ნელი მითხრა რომ მას ჰქონდაო შრომის წითელი დროშის ორდენი ეს იყო ყველაზე უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო რომელიც ეძლეოდათ განსაკუთრებით შრომითი დამსახურებისთვის შრომითი რაღაცა შრომელი ადამიანის ჯილდო ჰქონდა და მადლიერი ჭკადუაშელებმაც დააფასეს ასე ვთქვათ და სკოლაზე მინდა ორიოდე სიტყვა თქვა 1899 წელს სხვათა შორის სალომე დადიანის და მიურატების დიდი დამსახურებით გაიხსნა სკოლა მათ პირველი შენობა დაუთმეს ამ სკოლას და 1922 წლიდან სხვათა შორის მიურატებს საინტერესოა ის რომ ჩამოყავდათ ფრანგები სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჭკადუაში და ჭკადუაშელებისთვის ფრანგული ენა არ იყო უცხო ენა და ამით განსაკუთრებით ახალი თაობა მე ვიცნობ რა ჭკადუაში რამდენიმე ადამიანს რომელიც ძალიან კარგად საუბრობს გამართულად ფრანგულად და 1922 წელს უკვე იქნება პირველი სასწავლებელი 4 კლასიანი რომლის დირექტორი იყო გიორგი ჭითანავა 5 ათეული წელი მუხჩავხრელად ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდას და დღეს ეს სკოლა უბრალოდ მე არ დავიწყებ ამ სკოლის რამდენი წარმატებული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ყავს ამ სკოლას გამოშვებული ჩვენი მაგდენი დრო არ აქვს და დღესაც ეს სკოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა რეგიონში ნანა კვარაცხელია არის დირექტორი და სკოლა არის რეაბილიტაციის მოლოდინში აუცილებლად ასეთი სკოლები იმსახურებენ კარგ ინფრასტრუქტურას და მეთანხმები აჩვენებენ. და მე ეჭვი არ მეპარება რომ თქვენ აუცილებლად ჭკადუაში მყოფი ადამიანი ეწეოდით მიურატების სასახლეს. რა თქმა უნდა. ეს არის დამეთანხმებით აჩვენ ნამდვილად სასახლე, მე დავრჩი აღფრთოვანებული. ძალიან მომაჯადოებელი გარემო. აი ნამდვილად მომაჯადოებელი გარემო, პლუს აი კლასიკური გაგებით სასახლე, აი ევროპული ტიპის და სასახლის ბოლოს როდესაც შედიხარ, პანორამა რომელიც იშლება, ეს არის ცალკე გაოგნების ობიექტი, ანუ მთლიანად ჩანს აფხაზეთი, სვანეთი, ჩანს შავი ზღვა, აი სასწაული ადგილი იშლება და ნუ მოკლედ ამ სასახლის ისტორიას ახლა ძალიან მოკლედ ვერ მოყვებით, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეკატერინე ჭავჭავაძის და დავით დადიანის ქალიშვილი სალომე დადიანი 1868 წელს
ცოლად გაყვა ფრანკ პრინც, ასე ვთქვათ, ნაპოლეონ ბონაპარტის დის, კაროლინას შვილიშვილს, საშილმიურაც. ძალიან საინტერესოა დეტალები, მაგალითად, ქორწილს ესწრებოდა საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ მესამე. ეს არ არის ხო, ანუ ადამიანების რანგს უსვამს ეს ხაზს. რა თქმა უნდა, და სხვა ეკატერინემ, როდესაც დაქორწინება გადაწყვიტეს სალომემ და აშილმა, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორეს სთხოვა ნებართვა ამათი ქორწინების და სხვათა შორის ამ წიგნში არის ეს მიმოწერა, რაც არის აი უაღრესად შთამბეჭდავი. მნიშვნელოვანია, დოკუმენტურად ძალიან აი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რაც ამ ბოლო დროს მაქვს წაკითხული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხელისმომკიდე სალომე დადიანის იყო ბერტა ზუტნერი, ეს არის პირველი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. ის სამეგრელოში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი, სხვათა შორის თბილისში, აქ უზნაძის ქუჩაზე საინფორმაციო დაფაც კი არის გამოკრული, სადაც ის ცხოვრობდა და ბერტა ზუტნერი გარდა დადიანების სახლისა ცხოვრობდა ასევე სამი თვე იონა მეუნარგიასთან და მუშაობდა ვეფხისტყაოსნის ფრანგულ გამოცემაზე. სამწუხაროდ ეს გამოცემა ითვლება დაკარგულად, არ ვიცი ეუპატიებელი რამ არის. მე წელს ვაპირებ ვეწვიო აუცილებლად იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმს და პირველი რასაც ვიკითხავ, ალბათ აი ამ თარგმანის ბედია. ეს იქნებოდა პირველი ევროპული თარგმანი ვეფხისტყაოსნის, რომელიც გაკეთდა. ამხელა ისტორია გვაქვს დაკარგული. რაც შეეხება აი აქ 1870 წლიდან, როცა უკვე საფრანგეთში შეიცვალა სიტუაცია, სალომე დადიანი და აშილმიურატი ჩამოდიან სამეგრელოში და ეკატერინე მათ უბოძა ეს ჭკადუაშის მამული და აქედან იწყება უკვე მიურატების მოღვაწეობა, აშილმიურატის და ზოგადად ფრანგების მოღვაწეობა ჭკადუაში. მასთან არის დაკავშირებული ფრანგული ვაზის ჯიშების შემოტანა, ოჯალეშის განვითარება და დღესაც ჭკადუაში არის 4 ჰექტარზე ოჯალეშის ზვრები. ერთ-ერთ კოლაში აუცილებლად გამოჩნდება. ასევე მიურატებს უკავშირდება გზების, სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში არის ჭკადუაში და ზოგადად აი შრომის კულტურის შემოტანა, რაც იყო ძალიან სამაგალითო. ეს კადრები როგორ კარგად მახსოვს იქ. გარდა ამისა, აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ ჭკადუაში დამზადებული ღვინოები თანამედროვე ტექნოლოგიის დაცვით იგზავნებოდა პეტერბურგსა და პარიზში და პარიზის მაღალი წრე ელიტა ძალიან კარგად იცნობდა ოჯალეშს და საბოლოოდ 1912 წელს ჭკადუაშის ოჯალეში არის ოქროს მედლით დაჯილდოებული. რადგან დრო ცოტა გვაქვს, არაფერს ვიტყვი გაზეთზე, ეს ადრე გვისაუბრია ჩვენ ლერა ამბავია, ეს არის მიურატის ინიციატივით გამოსული პირველი ფრანგული ხელნაწერი გაზეთი, რომელიც არა მარტო სადადიანოს ამბებს, არამედ ქვეყანას აბრძნობდა განსაკუთრებით მეგრელებს საქართველოში და მთლიანად ევროპაში მიმდინარე პროცესებს. საბოლოო ჯამში 1895 წელს მიურატი ტრაგიკულად გარდაიცვალა, აი ძალიან გულით დაიტირეს მეგრელებმა ეს სიძე და ყოველთვის მინდოდა მეპოვა საფლავი მიურატის და წელს მივაგენი. კი. ხომ მიგნება დაგჭირდა კაცო? აი ცოტა მოშორებით არის, აი უნდა მოსაძებნია მაინც და ის არის დასაფლავებული გინკო ბილობას ხესთან. ეს ხესაც დიდი ისტორია აქვს, იმიტომ რომ ეს ხე გიორგი აი ეს არის მისი საფლავი, გიორგი დადიანის მიერ არის დარგული. და აი ძალიან ესეთი სევდიანი ამბავი იყო ჩემთვის. ძალიან საინტერესო ამბის მომსწრე გავხდი, ზუსტად ჩემს ვიზიტს დაემთხვა ფრანგების მომღერლების ჯგუფის ვიზიტი ზუგდიდში, ოღონდ არა მიურატებში, არამედ ჯაიანებში. ამჟამად ჯაიანების ეზო მე მიჩვენებია სხვა დროსაც. მე დავინიკლე მომღერლები, იმიტომ რომ მე მან მომღერლებთან ერთად ორჯერ ვარ ნამყოფი. ერთი საფრანგეთიდან იყვნენ ჩამოსულები ფრანგები ასრულებდნენ ქართულ სიმღერას, გაჟღერდება კიდევაც. ეს არის ბატონი გივი ჯაიანის ეზო. მე ვინმე რომ მკითხოს ამ ეზოს მივანიჭებდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს თავისი ფარშევანგებით. ესენი არიან ფრანგები, რომლებიც ქართულად მღეროდნენ პოლიფონიურ სიმღერას და ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი და სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდში წამოვიდა აი ამ მეგრული ეზოების ესთეტიკის წინ წამოწევა და აი ამ ეზოებში რაღაცა ღონისძიებების დაგეგმვა, იქაური კულტურის უფრო პოპულარიზაცია და ესეთი ეზო არის აი ამ ჯაიანების ეზო. თუ მაგალითად აჩო მოხვდებით
ჭკადუაში მიურატების შემდეგ აუცილებლად ეწვიეთ ჯაიანების ფაზენდას, სადაც დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს, გასინჯავთ ადგილობრივ ღვინოს და გიმასპინძლებენ, არა მარტო თქვენ, არამედ ნებისმიერ სტუმარს. ჯაიანების მეზობლად აუცილებლად არის უბანი, ესეთი საჯინჯოლაო. ამ საჯინჯოლაოში არის ის 4 ჰექტარი უჯალეში ზვრები არის იქ გაშენებული და გამოჩნდა კადრშიც, შემხვდა ყველა წესის დაცვით აგებული ეკლესია, რაც არის ძალიან დიდი იშვიათობა ჩვენს დროში, ზოგადად საეკლესიო არქიტექტურას და იკონოგრაფიას აქვს მკაცრი წესები, რომელსაც სამწუხაროდ არავინ არ იცავს. და ეს ეკლესია არის აი კუპელჰალეს ტიპის ტაძარია, რომლის გავსი ძალიან ცოტა გვაქვს ქვეყანაში, მაგალითად თბილისში ესეთი არის ჯვარის მამის ეკლესია, აი მაგალითად ის არის ლესელიძეზე, კოტე-აფხაზზე და პლუს აი წუღრუღაშენი და ასე შემდეგ. თავიდან ეს ეკლესია რო აშენდა, სახურავი, ანუ კრამიტი პირდაპირ შეუკვეთეს და შროშადან ჩამოიტანეს, ანუ ყველა ტრადიციის დაცვით არის აშენებული და აშენებულია საჯინჯოლოს მკვიდრის მიერ. ეს არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საურ ჯინჯოლავას მიერ. მე ასეთ ადამიანებს ყოველთვის მინდა ყველაფერი საუკეთესო უსურო, ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებული ნამდვილი ძეგლის შექმნისთვის, სხვათაშორის დაკეტილი იყო და შიგნით ვერ ვნახე და ამ ბატონი ზაურის მამა ვალიკო ჯინჯოლავა ყოფილა ჭკადუაშის ყომეურნეობის პირველი თავმჯდომარე, რომელიც ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული აი ამ სოფელში მნიშვნელოვან საქმეებთან. ანუ მთლიანობაში კიდევ ერთი ძეგლი არ დამავიწყდეს, ესე იგი საოცრება დავინახე, შესაძლოა თქვენც ნახეთ, აჩო, ეს არის საეკლესიო კომპლექსი, გადავიღე კიდევაც აი პატარა კოლაჟი შეგვიძლია ვნახოთ, რომლის აღდგენა მოხდა მე-19 საუკუნეში დიდი ნიკო დადიანის მიერ, რომელიც ჭკადუაში დაიბადა, 1824 წელს აღმადგინა ეს კომპლექსი. აი ნახეთ, აი აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცა წყობის კომპლექსია მთავარანგელოზის სახელობის თავისი აკლდამებით და მთელი რიგი ამბებით, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არის განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლი, ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, შემაღლებულ ადგილას ითვლება ჭკადუაშის ყველაზე მაღალ ადგილას, თქო ძეგლად, საიდანაც იშლება ასევე საოცარი პანორამა იქ შავ ზღვაზე, მთელი აფხაზეთი ჩანს, სვანეთი ჩანს და ასე შემდეგ და აუცილებელია ამ ძეგლის მიმართ დამატებით ჩატარდეს კვლევა. რა თქმა უნდა, აქაც ნუ მიხედვის პრობლემა დგას, ალბათ კონსერვაციის პრობლემა დგას. რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში მოკლედ აუცილებლად უნდა ვიმოგზაუროთ ჭკადუაში. ასეთ სოფლებს როგორ დავიწყეთ გადაცემა რა, რომ ბევრ შენ რუბრიკებში გჩვევია ხოლმე სხვადასხვა საკითხებზე, ბევრ სხვადასხვა მიმართულებით გაშალდა მსჯელობა და ეხლა შესავალში ვთქვით, რომ ერთი სოფელზე ვისაუბრეთ მთელი რუბრიკა და ალბათ კიდევ ეხლა ცალკეულ ადამიანებზე მანდ რამდენია ჩასაშლელი და მოსაყოლი წარმოგვიდგენია ხო ამ დადიანებზე ცალკე, მიურატებზე ცალკე, დღემდე და უბრალო ადამიანები, რომლებიც ქმნიან ისტორიას. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა ამ წიგნის ავტორს, შენი თქმის არ იყოს ესეთი დოკუმენტირება ჩვენთვის, მით უმეტეს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ეხლა ვიმყოფებით, ესეთი რაღაცების დოკუმენტირება, რომელიც ჩვენს იდენტობას ინარჩუნებს, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო. ახლა ჩვენს მაყურებელს უნდა უთხრა, რომ ელზასთვის ეს გადაცემა ამ სეზონზე არის ბოლო ფინალური და მიცეს საშუალება ელზას ამოისუნთქოს და თავისუფლება მისცეს რომ მისთვის მის პროფესიას დაუთმოს ეს დრო ალბათ იმიტომ რომ მოსვენებას ვინ მისცემს ელზას მე გისურვებთ ცოტა დასვენებებსაც გამონახო დრო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო შეუდარებელი წლისთვის ძალიან დიდი მადლობა ფორმულას ამ შესაძლებლობისთვის ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერია შენი რუბრიკა მერწმუნე და შენ ეს კარგად იცი დამსახურებული პოსტ კომენტარებისგან და შეფასებებისგან დაგემშვიდობებით სულ ცოტა ხრეთ. ახალ სეზონამდე. რამდენიმე წუთი რეკლამაზე გავიდეთ და ირაკლი ხვადაგიანი შემოგვერთება 22 ივლისს პაულო იაშვილმა თავი მოიკლა. წერილებზე და სტალინზე ვისაუბრებთ რამდენიმე წუთში.